მეორე ნაწილი ამ წიგნისა ეს არის დაღესტნის ოლქის მდგომარეობის აღწერა, ასე ქვია, 1892-94 წლებში და ფაქტობრივად 100 გვერდს მოიცავს. აქ შემოდის დაღესტნის ოლქის დასახლებები, ქალაქები, ციხესიმაგრეები, ავარის ოლქი, ანდის ოლქი, გუნიბის ოლქი, დარგოს ოლქი, ყაზიყუმუხის, ყაითაღ თაბასარანის, გიურეს, სამურის, თემირხანშურის და გზები ჩრდილო დაღესტანში. ასევე ანბანური ანბანური საძიებელი მთელი ამ დასახლებებისა თავისი მოსახლეობით, თავისი ისტორიით, თავისი შენიშვნებით, სანაიბოს შემადგენლობით, სოფლებით და სასოფლო საზოგადოებებით. ეხლა რითია საინტერესო? საინტერესო არის იმით, რომ ამ დახასიათებაში, აღწერაში მოცემული არის სამოქალაქო მმართველობის თვალსაზრისით ბუნებრივი და საწარმოო ძალების განლაგება ქალაქებში და ეკონომიკური საქმიანობა. თუ დღევანდელ პირობებთან გვინა ჩვენ მდგომარეობასთან შედარება, აქ თავისუფლად შეიძლება გავაკეთოთ ანალიზი შედარებითი, რაც ძალიან საინტერესო იქნება. პირველი არის მიწათმოქმედება. ან მოცემულია სახნავი მიწები, სათიბი, საძოვარი, ბაღები, ბაღჩები, ტყე და ბუჩქნარი, ქალაქის პარკები, ნაგებობები და მოედნები, აგურის ქარხნები და გამოუყენებელი, ანუ ცუდი მიწები. თავისი კომენტარებით. საინტერესო არის კიდევ მოცემული არის თვითონ მაზრების მიხედვით რომელ წელს რა მოსავალი გახლდათ, რამდენი დათესეს, რამდენი აიღეს. საკმაოდ საინტერესო არის ეს ცდომილება, ეს სხვაობა, თუ დავუშვათ 3 წლის, 4 წლის ინტერვალით ავიღებთ, რაოდენობა დავუშვათ ელემენტარულად თემირხანშურაში, ხორბალი თუ 91 წელს 50 არის დათესილი, 94-ში უკვე 320 დესეტინა. დერბენში, საბოლოო ჯამში მოცემული არის, ესე იგი სხვაობა, წლების მიხედვით ზოგან ვარდნა, ზოგან პირიქით მომატებული არის მოსავალი. გარდა ამისა, ხორბლიდან ნაწარმოები პროდუქცია, ფქვილი, გაცრილი, გაუცრელი ხარისხის მიხედვით, შავი, იქ ჭირი, იქ ფქვილი აქას გათვალისწინებით, რამდენი რა აქვთ მოყვანილი. და გარდა ამისა, საინტერესო, აი მართლაც კარგად არის ყველაფერი. დღიური ანაზღაურება მუშების. თემირხანშურაში 1892 წელს 50 თეთრი კაპიკი. 93-ში 50, 94-ში 50. პეტროვსკში 92-ში 50 კაპიკი, შემდეგ 93-ში კლებულობს 35, 94-ში 35 და 40 კაპიკამდე ადის. ეს მუშა ჩვეულებრივი. მუშა, რომელსაც ყავს ცხენი. 92-ში 2 მანეთი 50 კაპიკი, ეს 3 წელზე გრძელდება.
და აი დერბენტში ერთი მანეთი და 70 კაპიკი. წვილი ხარის მქონე მუშა 92-13-ში 14-ში 2 მანეთი ეს თემერხან შურაში და პეტროვსკში დერბენტში მანეთი და 95 კაპიკიდან მერყეობს მანეთი და 80 კაპიკამდე. ეხლა ალბათ იკითხავთ რომ ვის რაში აინტერესებდა ეს ცნობები. ერთი შეიძლება ასე ვთქვათ პიარი და რეკლამა არის თავისთავად და მეორე მხრივ ყველაფერი აღირიცხებოდა. სხვათა შორის თუ გავიხსენებთ ისტორიას, თქვენ ნახავთ რომ ყველა უძველეს ქვეყანაშიც კი სამუშაო მუშის გლეხის თუ მუშის მიწის მუშის სამუშაოც იყო ფიქსირებული. ძველი ბერძნული და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების სამუშის საფასური ზუსტად ასევე იყო განსაზღვრული და იყო 1 დრახმა, 1 სამუშაო დღისა. ამისგან განსხვავდებოდა მეომრის საფასური დღის, რომელიც 2 დრახმას უდრიდა და სპეციალურად მოჭრილი იყო მონეტა, რომელსაც ეწოდებოდა დიდრახმა, ანუ ორმაგი დრახმა. და ეს სტაბილური ფასი იყო. ნუ შესაბამისად მაშინაც იყო დევალვაცია და შესაბამისად იცვლებოდა თავისთავად ეს საფასური, მაგრამ აქ პარალელი გავავლეთ იმისი, რომ აუცილებელი იყო და შემდგომში ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში კოლექტივიზაციის მერე შემოდის ახალი საფასური, ეს არის საინტერესოა შრომა დღე. თქვენთვის ეს უცნობი არის, რას ნიშნავს შრომა დღე. აქ გაერთიანებული იყო ასე ვთქვათ, ერთი შრომა დღეში, ანუ კაცი რომ იმუშავებდა, ადამიანი რომ იმუშავებდა, ფულად არ იძლეოდნენ სოფლის მეურნეობ მის მიერ მოყვანილი პროდუქტებიდან გარკვეულ ნაწილს. ასე მაგალითად, ერთ შრომა დღეში შედიოდა გარკვეული წონის ხორბალი, გარკვეული წონის სიმინდი, თაფლი, ხორცი და ასე შემდეგ. მაგალითად, ერთ შრომა დღე მოიცავდა 1 გრამ თაფლს, ან 5 გრამ თაფლს და თუ დაუგროვდებოდა 1000 ან 10000 შრომა დღე, შესაბამისად ეძლეოდა. მერე ისევ გადავიდა ეს მეურნეობა, გლეხური მეურნეობა უკვე ასე ვთქვათ, სხვა სახის საბჭოთა მეურნეობა, სადაც ეს ანაზღაურება უკვე ფულადი იყო და ამდენად არც გაამართლა ამან, იმიტომ რომ პრაქტიკულად მუშები სოფლის მეურნეობის, სოფლის მაცხოვრებლებისთვის ეს იყო რუტინა, დაბალი ხელფასი და ასე შემდეგ. დანარჩენს შემდგომში გავაგრძელებთ და დღეს ამით დავამთავროთ.